ჩვენ ხომ ვიყოფებით დავით გარეჯში. ხედავთ რომ ტურისტებს, ბევრ ტურისტს, რომელიც ათვალიერებენ სამონასტრო კომპლექსს. გავრცელებული ცნობებით აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს კომპლექსის ტერიტორია და ეხლა ჩვენ გავარკვევთ თუ რა ხდება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიყოფებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ხო? ვესაუბრებით ტელემონაზონ ყირინოს და მომდევნო წინამძღვარი რამდენი ხანი აქვს მსახურობ თქვენ, რამდენი ხანი? მე უკვე წელიწადი არის და ახლა 18 წელიწადია აქ ვარ და მამო 8 წელიწადია. 8 წელიწადი. და აი ესეთი რამე რაც დღეს ხდება, ეს პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ყოველდღე გავგონარი ამბავი ხდება, ეს რა ხდება? აღარ არის ჩვენი ხა. მოდ ამის ოფიციალური აღიარება მოხდა რაჯერადა სახელმწიფოთა შორის რაღაც აქტია გამოსულა, რომ აღარ არის ჩვენი თორე დღეს აღარ არის ჩვენი ხა. მე ვიცი რომ სადემარკაციო ხაზის დადგენის პრობლემები იყო აქ. არა, პრობლემები არის, დორთან გვაქვს პრობლემები, მაგრამ შენ ხო ტერიტორიები წაღებულად არ არის რა? არა, რა თქმა უნდა. ირკვევა, ხო? ირკვევა. ანუ რა ფაქტობრივ ხარებლებაში ქონდა სახელმწიფოს, იმას სახელმწიფო ხმარობთ ხემდე, ხო? კომისია მუშაობს და კომისია მუშაობს. ანუ არ დადგენილა საზღვრები და უკვე აი ფოქია ამ დაუდგენელ საზღვრებში დღეს უკვე ჩვენი აღარ არის. აი ნახოთ როგორ არ არის ჩვენი. ხა ჩვენ სად მივდივართ ახლა? ახლა მაშინ უდაბნოში დავიდეთ ცევით ჩვენ რა იქ დავინახოთ პრობლემა. ფეხით შეიძლება ავიდე? კი ბატონო. აი ხა სად შევდივართ ჩვენ? დავით გარეჯა როდინდელი კომპლექსია დავიწყოთ იქიდან. მე-6 საუკუნიდან მოყოლებული ეს კომპლექსი არსებობს მამა დავითის დროიდან. კარებჭესაც შეეხება ეს არის მე-18 საუკუნის. დიახ. გონოფრე მაჭუტაძის დროს გაკეთებული. ეს არის შესასვლელი კომპლექსში. თავარი შესასვლელი ჩვენი მონასტრის. აქ ჩვენი სიმბოლიკაა გამოხატული. რა არის? რეგალიებია ჩვენი მონასტრის. აი ეს, ხო? ეს დამული ლომები, ეს აი თქო დააფიქსიროთ აგე. ადამიანში მხეცის მოთოკვას, აი ნებების მოთოკვას. და აი აქ შესულმა უნდა მოთოკვოს ნებები, ესე ეგრე გამოდის. წარწერაც ასეთია, აი წარწერა ფსალმური სიტყვებია. განვიხილეთ ჭენის სიმართლისანი, შევიდე მაშინა და აუარ უფალსა, ესი არს ჭე უფლისა და მართალი შევნენ ამაშინა. დიახ. ასე რომ ადამიანი თავის სინდის წინაშე უნდა იყოს მართალი, სანამ აქ შემოვა. თქვენ შემოდიხართ? რამდენად მართალი ვარ ჩემს სინდისთან არ ვიცი, მაგრამ ყოველწლები ყოველ შემთხვევაში ასე რო იყოს, მამაო ძალიან ცოტა ადამიანი შემოვიდა და საერო ადამიანი შიგნით. აი სულ მე-18 საუკუნის არის, ხო? არა, ეს ძირითადი მშენებლობები. ეს საუკუნეები ხა დაადგინო ზუსტად გარეჯში ძალიან ძნელი. ეს არის ერთი არის განვითარების მონასტერი, რომელიც აი ვითარდება და აი კელიები არის აი, ხო? კი, ეს სენაკები არის. სენაკები. და შენაკვეთის სენაკები არის. იქ ახლა ბერები იმყოფებიან, თუ ჯერ უკვე არა, ეს ლავრაა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ ცხოვრობთ აქ. ქალს არ შეუძლია, ხო, აქ შემოსვლა, თუ? კი, ყველა შემოდის შეიძლება. აი ადგილები ჩვენი შედაეზო, სადაც ტურისტს არ უშვებთ, რომ ჩვენ რაღაცა ადგილი ვქონდეს და სადაც ილოცებდა გესაგები. ხო, რაღაც ვისაუბრებთ. კი ბატონო. შევიდეთ, აბა. ესე იგი, აქ ეს არის თქვენს მიერ მოწყობილი ეზო, ხო? საცხოვრებელი ეზოა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ეს შედარებით ახალი ნაგებობებია, ხო? ეს ყველაფერი ძირითადად კი. აი ეს მზის ენერგიით. არა, ან დავიდეთ, ხო. მზის ენერგიით. ეს ჩვენი ენერგიის წყაროა, ეს აქ აქვს მარტო. რა ლამაზია ნახე. ეს საერთოდ ეს გალავნები არის და ეს კლდეშია ნაკვეთი, სულ კლდე იყო თუ? როგორც ვარძია, ესე იყო აქაც და მე ჩამოიშალა დროთა განმავლობაში. ეს რისი ხეა? აკალი. აკალი. გარგულია 99 წელს. ანუ 23 წელიწადია წყალთან ვახარებს და? კი. ვერ მოიჟღერა ეს. მე მგონი აქ საერთოდ ვერ იზრდება ხე. ხო, მაღალი ხე ვერ იზრდება. აი კულტურას გააჩნია ხანი. აკაც მაინც ნესტი უყვარს და დღისა და ღამის ტემპერატურას სხვადასხვაობა არის ძალიან დიდი. ანუ აქ ყინავს ხო? ყველა მცენარე ვერ ხარობს. გასაგებია. აი აქ კიდევ მოვლილი ძალიან კულტურა. ეს პატარა ბოსტნია. ტელევიზორი გაქვთ მამა, ხო? ანუ ეს შიდა წესდება აკრძალავს, არც ტელევიზორს, არც ინტერნეტს. გააჩნია რას უყურებ. რა თქმა უნდა. ინფორმაცია შეგვიძლია რომ ვნახოთ. აუცილებელიც არის. აუცილებელიც არის, კი. დღეში ბევრი ტურისტი მოდის, ხო მამა? კი, საკმაოდ. გააჩნია სეზონს. ეხლა უკვე ალბათ კი, ახლა სეზონი არის ნამდვილად. ტურისტების და ადგილობრივების სკოლები რომ ხარდება. ხო. ბავშვები მოდიან. პროცესი არის.
ეს ანეკოკასიის პოლიგონი იყო. საით იყო პოლიგონი, საით? აი, იქით? რუსთავისკენ. ხო. და ხდებოდა სროლები. აფეთქება ჭურვების და ირყევდა მონასტრის ხანები. რაც დიახ ირყევდა მონასტრის. მახსოვს 88-ში 88. სენაკების ნგრევას. სპეციალურად გეოფიზიკურმა ინსტიტუტმა ლაბორატორია აშენა, რომ ტყეები დააფიქსირებინათ. რო დაემტკიცებინათ. მე გადაგზავნათ კრემლში და კრემლი დაერწმუნებინათ, რომ მონასტერი ინგრევა. მაშინ თელერი დავდექით ამაზე, რომ კი, მახსოვს. სენაკები იბზარებოდა და ინგრეოდა. დღეს უკარგავთ საერთოდ. აი, ეს არის რაღაცა, აი, სრული ნონსენსი რა, რომ ერიქს ძინავს, ხო? თუ მაშინ სენაკის გამო ვნაღლობდით, რომ სენაკი ბზარები უჩნდებოდა. ხო და ინგრეოდა, დღეს კარგავთ საერთოდ. და აი ესეთი რაღაცა სრული გაუგებარი მდგომარეობა, სრული გულგრილობა სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოებამ ჯერ არ ეცეს ახლა ასე და გაიგებენ ალბათ რაღაც იქნება რეაქცია, მაგრამ გაუგებარი რაღაცა. მამაო, ეს რა არის? ეს არის მონორელსი, რომელიც 88 წელს გაკეთეს. მაშინ იყო კულტურის სამინისტრო როგორც დღეს არის და უნდა აღდგენილიყო მონასტერი უდაბნო. ხო. და ეს გაიჭიმა ეს მონორელსი, რა ქუნა იარა 220 კილოიან ურიკას ტვირთით. მასალები უნდა ზრდილიყო ზევით და დახმარებოდა რესტავრაციას. ზოგს გონია საზღვარი. ზოგს საზღვარი გონია, კი. არ არის საზღვარი. არა, საზღვარი ეს არის. საზღვარი არ არის დადგენილი. აი თუ ნახავთ ქვეშიდან კბილანები აქვს, შეხედეთ? რომ იმაში კბილანებმა იმოძრაოს და ურიკა ავიდეს, სასულიყო ურიკა. არ გამოვიდა ეს პროექტი. ცოტა ხანი იმუშავა, რაღაც 13 თვე იმუშავა, ფრესკები გაამაგრეს. იქ. კი, ფრესკები გაამაგრეს და მე დაიხურა. უკეთოდ როცა ერია ფინანსება აღარ იყო და მამო, აი ის არის ცენტრალური ნაწილი, ხო მონასტრის? ლავრა, აი იქ რა საზმიდივართ რა არის ეს არის მონასტერი უდაბნო, სადაც მამა დავითის განდეგელური სამლოცველო სენაკი იყო, სადაც კი ყოველდღე იმ დროს ეს არისო, ხო, რომ მამა დავითის მოღვაწეები. იყო. არა. ამნერაშენებული არა, თქმა უნდა. რაღაც ნაწილი იქნებოდა, რაღაც აშენებული, გალამაზებული, მაგრამ ასახით არა ამ სახით. აი იქ არის ის კელი, ეს კი, კელი. აქ ყოველ ღამე ადიოდა, სადაც ლოცულობდა საღამოობით. მთელი ღამე ათევდა ამ სანახში ლოცვით და მე დილა შემოდიოდა. გასაგებია. დღეს იქ არის მოწყობილი უკვე წმინდა 40 მოწამეს ეკლესია, სადაც სანაწილე იყო 6 გარეჯელი ბერის. აჰა. და მეორე ბოლოში იქით მეორე მხარეს ახალთან ნახავთ არის აღგზის ტაძარი, სადაც გარეჯელი მამები ეწამნენ. გამოთარ შეიძლება რა. რა შეიძლება? ვერ გაგატარებ თქვენ. რატო ვერ გაგვატარა? დანება მაქვს ესეთი ვერ გაგატარებ. არ შეიძლება. ომის თქვენი სახელი არ შეიძლება ქვემოთ არ შეხვდებით. სახელი თქვენი? არ შეიძლება. რას ნიშნავს? რა ძალიან თქო რა. რატო ნუ ვიღებთ? ნუ ნერვიულობთ კაც. არ ნერვიულობ არა. ხო და ნუ იღებთ გასაგებია, რატო არ შეიძლება ხო? შეიძლება. დანება მაქვს ეს. როგორი ბრძანება საქართველოს წინააღმდეგო? არა. აბა როგორი მითხარს ეს აბრძანებაში დგება რომ ჩვენ ტერიტორიასაც გარეჯელი მამები ეწამნენ, სიცხლე დაღვარეს, ჩვენ ვერ ამოვდივართ და ვერ ვნახულობ. აი ეს ბრძანება ამიხსენე ძალიან ხო შერაშუაში ხარ, უბრალოდ შენ ხო პიროვნება ხარ. შენ ხო შენი აზრი გაგაჩნია. როგორც იგით ქართულს. მამა დავითის განდეგილური სენაკი არის სამლოცველო. იქ ვერ მივდივართ, სამთრას ვერ ვამთობ. კარებს ვერ ვაღებთ. აღდგენ ტაძარზე ვერ გავდივართ. იქაც ვერ შევდივართ. არა, საქართველოს მისმენე. ვინ არ შეიძლება? სახელი შენი მითხარი? მამუკა. მამუკა. მე რომ მიბრძანდე, მე საქართველოს ვარ. საქართველოს ვარ. მე შენ აქ ვინც ავატყლანი და კიდევ ვინც ცხოვრობს ყველანი. ამიგე? ამიტომ მე რო იქ მიმიშვათ. ეს ჩემგან მხოლოდ იქნება რაღაც ეგოისტური რაღაცა პატიმოყარეობა, რომ მე მივედი და დანარჩენი ვეღარ მოდის. ეს გაუგებარი რაღაცა არის. ჩვენ ხო არ ჩავდივართ აზერბაიჯანში. ეს იყო ჩვენს ფლობელობაში, ჩვენს მარებაში. უკაცრავად 6 მაისის მერე რაღაცა აირდა. მოცველები რომ მივიდნენ საერო ხალხი, ოღონდ სანთლის განთება რომ უნდათ, იმათ შეიძლება, იმათ შეუშვებთ? ბერები. ხოლოდ ბერები? რა გამოტარა კაცოს? არ შეიძლება ბრძანება და ვის ბრძანებას ემოციელები მოყედამრი, ვინ ჩვენი მტერია კაცო? არა. ჰა? რა ხელფასი უნდა მოხსენ, მაგის საფასური და რა უნდა მეტყვი მაგის საფასური, სახში უნდა დამრიო, რომ ეს ბრძანება გიყრდა შეასრულო. აი ესე შეგვიძლია გადავხედოთ მონასტერს. ახლა და ზემოდან ბირიგი გადის. გამგებელმა დამირეკა რომ ეს შეთანხმება მივაღწიეთო და აღარ დგანამ აზერბაიჯანელები. არ დგანან არა. მაგრამ გუშინაც არიდნენ, მე მოვიდნენ. აი ტაძარი, ხო? აი ხარ გვიშვებს? არც იქით შეიძლება რა. არა, თუ არ შეიძლება. ესე დაბლა ვერ ჩაგიშვა. დაბლა არ ჩავდივართ, არა. ზემოდან გადა. ზემოდან გადავალთ. 40 აი ეს არის, ხო? 40 სებასტიელი მოწამეს ეკლესია, სადაც არის გარეჯელი მოწამეთა სამარტვილე საძვალე.
ანუ ეს ინახებოდა მათი ძვლები, ეს ეკლესია არის. საზღვარი სად გადის? თუ საზღვარი ახლა აი წესით სად გადის ესეთ საზღვარი? არ არის, ეს არის სიტყვის შეთანხმება. დაუდგენელი. კომუნისტების დროს საკავშირი იყო, მაშინ იყო პირობითი საზღვარი, პირობით. რომელიც 6 მაისამდე კიდევ გიმეორებ. ხო. ჩვეულებრივად ჩვენ ამოვდიოდით, ხალხი ამოდიოდა, აქ ვიждებოდა ხალხი წაიხევსებდნენ. აქ. უხაროდა, იღებდნენ. კი, თორე ახლა ეს ისტორია როგორ არის შემოშავებიცი? აი ეს თვალი ხედავს, ახლა შეხედეთ. ხო. ეს არის ყარაიას ველი. ყარაიას ველი. ეს არის ისტორიული ჰერეთი. კი. სადაც მუდმივად ხდებოდა შემოსევები მტრის და ხდებოდა მუდმივი ბრძოლები. აი ეს არის საქართველოს ისტორია, რო ვკითხულობთ, ამ ველზე ბრძოლები. კი ბატონო. რომელიც შემდეგ აი ეს რატო არის იქ? ეს არის ჯანდარის ტბა. ეგ საქართველოს ტერიტორია. მოქვია ორჟონიკიძის დროს, მოქვია მოხდა შეთანხმება, რომ აზერბაიჯანელებმა მოქვია მეცხვარეებმა ეთხოვეს საძოვრებად ესა. და ჩვენ მივეცით ეს საძოვრებად. ანუ გვათხოვეთ, თქვენ მაინც არ აძოვებთ ცხვარს და ჩვენ გავაძოვებთ. გავიგე და მე მოხდა რესპუბლიკებს შორის რაღაცა საზღვრების გალევა პირობითი. გასაგებია. და რაღაც აი მაშინ გავლა გეოგრაფიული ნიშნულებით გავლებული იყო საზღვარი და გეოგრაფიული ნიშნულებით აიღეს ეს ქედი. მაგრამ იმდენად რადგან ეს აზერბაიჯანის ტერიტორია არ იყო, მათ არანაირი პრეტენზია ამაზე არც გააჩნდათ, იმიტომ რომ იცოდნენ ეს ყველაფერი ჩვენი იყო, ესეც კი ჩვენი იყო საზოვრებად, რომელსაც ხმარობდა. აი იქამდე, ხო? კი, აი მყარი აქეთ, მყარი მოჩეს, მყარი სულ ჩვენი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, არავინ არ მოსულა აქ, არავინ არ არები. აი ამ ეს პრობლემა დაიწყო. ეს რამდენი ხანი ერთი კვირაა, ხო? 6 მაისი რა. 6 მაისი. 6 კვირა ხო. ეს რა არის? ეს არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ეს ერთი არის მშვენიერესი ეკლესია, ეს არის ეს როდინდელი ფრესკებია. ეს აი ხატრობის სტილით გავს მე-9 საუკუნის ფრესკებს, თორემ მე-9 საუკუნემდე ფრესკებს შორის გამყოფი ხაზები არის ხმარება. ეს მე-9 საუკუნეა? კი. ფრესკებს შორის გამყოფი ხაზების ხმარება იწყება მე-9 საუკუნის მერდე. რახან ამ ჩვენ აქ ფრესკებზე უყურებთ გამყოფი ხაზები არ არის ფრესკებს. არამედ კომპოზიციები იცვლება. უბრალოდ თემატურად და ყოველი ხაზები გამყოფი ხაზების გარეშე. ეს იგი არის უძველესი მხატვრობა. ეს არის უნიკალური გარეგნული კადრის მხატვრობა მე-9 საუკუნის, რომელიც შესულია ასევე დაცვის ქვეშ იუნესკოში. ეს უნიკალურია. აი ეს თავისი კვეთით, აი ეს ჩუქურთმები და ათქმა აბა ნუხლა ეს მე-9 საუკუნის ჩუქურთმას ანუ 1100 წლის წინ გაკეთებული ეს. კი, მაგრამ ნესტი არ მოქმედებს ამ დრო. შრალიანია უდაბნო და თან ჩვენი მესაზღვრეების ბრძანებით აქ შემოსვლაც არ შეიძლება. ანუ აქ დამთვალიერებენ შემოვლითი გზავიცი ხა ყველა კუთხე კონტროლების აქაურების ის რო არ იციან და ვიცი და ახლა მაგით შემოგიყვანეთ ახლა მაგათ როლეთ უშნა ზებდა მივდივართ და ახლა გზა რო არ იციან. ისე რა ვიცი რაღაც აძეგემოთ ვირტუალები რო ვარა მაგარია ჩვენ ახლა ვიმყოფებით სად? სავლის მონასტერი უდაბნო ყვალად და ვართ საყარაულოს ენაში. საყარაულო რას გულისხმობს? ნუ აი აქ ადამიანი ცხოვრობს, თავისი წყალი აქვს დამოუკიდებელი. აი აქ ჭარი? წყლის ჭარი ნახეთ, შეხედეთ. აქედან ჩამოდის ეს სენაკეძმა, რომელიც აქ ცხოვრობდა და აქ იყო. ჩვენ ახლა ვხედავთ სენაკებს, ხო, მამაო? ეს ღაპარია. ჩვენ ვხედავთ აგერ. აქ ტურისტებისთვის როგორ არის მოწყობილი, რომ აი ვინმე ტურისტი ამოვიდეს და აი აქ თქვენ ქართულ წარწერებს აი ნახეთ იესო ქრისტე მე-9 საუკუნის ხატრობა არის. აი ესეც ხო. აი ნახეთ აი იესო ქრისტე. და ესე ლოცულობდა ხო უყურებდა აქ ამ ველს ეს ადრეული გამარებაც იყო შალო აქედან რომ ტერი შემოდიოდა პირველი ვინც ქართულს აგებინებდა სახელმწიფოს რომ ტერი შემოგვესია ბერი იყო ეს ბერები ათებდნენ კოცონს ამ კოცონის საშუალებით აგებინებდნენ ამ კოცონით აგებინებდნენ აქვია დოდოსკას დოდოსკა აქვია აგებინებდა ნაცნისმცემელი წამებული თეთრსენაკები რუსტავს და ჯარი მოდიოდა ყველაზე ალპინისტური აკრედიტაციის გარეშე. ეს რა არის? აჰა. ატრაპეზო.
ამას დავით გარეჯერის ფრესკა. ყველას ძველი ადამიანის მათაშია ამას დავით გარეჯერის. არის ეს ფრესკა. ეს დაახლოებით რომელი საუკუნეა? ესეც მე. ეს იქნება ალბათ, არა. ეს იქნება დაახლოებით 100 საზღვრავენ მე-12-მე-13 საუკუნე. ეს უნიკალური კედლის ხატრობა, ეს არის გარეჯული კედლის ხატრობის სკოლა, უდავი, მონასტერი უდავი. ეს იყო სკოლა, სადაც იზრდებოდა გარეჯული ხატრობა, და ამის ნახვა არ შეგვიძლია ჩვენ სხვა გზით რო არ შემოსულიყავით, არ შეიძლება აზერბაიჯანის და ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებით. გამოდი შენ გამოდი კამერა. გამორთეთ კამერები. დაუჩქარე რა. იქ შემოჩე იკავე. მაშინ დაგვაკავეთ, შემოკარგო და დაგვიყვანე. გამოდი კამერა რა. შენ არ გიგებ. ამის შულობა გამოდი კამერა. აი, დამშვიდი, მივდივარ, რაც შეგვიძლია იმ ძალით მივდივართ ეხლა. რომ გითხარით ჩამოსვლა არ შეიძლება თუ არ ჩამოსული. ძალა თამწაო სიტუაცია რა. რატო ვამწვადებ? ზაბა მითხარ. ამა მითხა, ამიხსენი. შეთანხმება იყო რომ ჩამოსულიყო ტურისტი. მე დაკეთებას არ ამოდიან რა. დაკეთებს ნუნკრა. ხო, წავიქცევი რა ნუნკრა. მოიცა ვერ გავიგე, რა შეთანხმება იყო? არაფერი დატოვე. ანუ იქ ტაზარი არ უნდა მოინახოს არავინ, ხო? მეჯეროდეს არა. ხალხო შენი აქტივება არ არის რა. დროთ არ შეიძლება და ყოველთვის ისინი მიძინებაში და ნოდოს კანონები. მე თქვენი მესმისო ფრესკებია. უკიდ ვიცი, ქართველი ორმეს და გავიგე, მაგრამ სულ რო წაიღონ, საზღვარი რა არის? რატო ვიცავ და ავტომატი რატო გიწირავს? იმიტომ ვარ ჩვენ აქ რომ ვერ წაიღებენ და ყველაფერი გამოსწორდება. დღეს არის ესე და გუშინ ეს ერთი რამდენიმე დღე არის ესე არის და ეხლა მე ამას ვერ ვწვით. იცი რა, რას გეტყვი? ერთ ამას გეტყვი რა. ჩვენ რო ამას ვაშუქებთ, ამბავს რო ვტეხთ, უფრო მალე გამოსწორდება, ვიდრე რო არ ვიყოთ რა. გაიგე? ჩვენ ამოვახციეთ თხემზე და მოვედით ამ ტაძარში, რომელსაც ქვია. აღდგომის ტაძარი. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი. ეს რომელი საუკუნეა? ტაძარი არის როგორც ვარაუდობენ მე-10 საუკუნის. ეს ტაძარი და ეს ადგილი მნიშვნელოვანი არის იმითი რომ აი 1616 წელს შაჰაბაძე შემოდედა აქედან და ეს იყო აღდგომა დღე. დიახ. აქ 6000 გარეჯელი ბერი ლიტანიობდა. ანუ აი ჩვენ რო აღდგომა დღეს სანთლებით ეკლესიას სამჯერ შემოუვლებთ. ასე იყო აქაც. და რა თქმა უნდა 6000 გარეჯელი მაშინ ვერ დაეტოვა პატარა ტაძარი იყო, ამიტომ განფენილებიან ამ ტერიტორიაზე და უნდათ ხელში სანთლები. დიახ. შაჰაბაზმა რო დასა კარავი ღამე და გაიღოდეს და სანთლებიანი ამდენი სანთლები დაენახეს სამთვის ბორცვზე, ასე გვეუბნება ისტორია რომ შეშინდა. ჯარი ეგონა. იქ რა ჯარი დავეხა თოცო და აყარა ბანაკი. როცა უკვე ზვერავებმა უთხრეს რომ მოგეშინი აღდგომა დღეა და ბერები ლიტანიობენო შაჰი შეესხვა თავისი შიშის, იმიტომ რომ შაჰი იყო და ირანის მზე იყო. და გასცა ბრძანება ბერების მოსვლის. აქ მოხდეს ისტორიული სცენა, რაც გაუწიეს ბერებს შეღავათ იყო ისა რომ მათ თხოვეს რომ მოდი ვეზიარებით და მე დავხოცეთო, ამიტომ ამ ტაძარში შედიოდნენ ბერები, ეზიარებოდნენ მაცხოვრის წმინდა სისხლსა ხორცს, გამოდიოდნენ და აი ამ ტერიტორიაზე ჭრიდნენ თავს და ხოცავდნენ. აი ეს არის უწმინდესი ადგილი. აი ამაზე წმინდა ადგილი ალბათ ერთი თბილისში სიონის ტაძართან 100 ქართველი მოწამე და მეორე ეს ადგილი არის წამებულობის მხრივ ამას ახლა სოფლიო ისტორიაში ანალოგია არ აქვს 6000 მონაზო 6000 ბერი მოისრა ერთხეს გამარჯობათ მონასტერში არ შეგიძლიათ მაგრამ მაინც მოვახერხეთ ადგილი გავლა თქვენ არ აქვს პრობლემა მამა ხოლმე პრობლემა არ აქვს იმ არა რა არის როცა გინდათ რა მაინც გავუგებ თქვენ სახელი სერგი შემოწმდი მაინც გავუგებარია ის რა მე ვერაფერთ ვერ შევეგვები და ვერ გავიგებ იმახთან შემოკარგო რომ თუმე მე შემილი და გავიარო და შენ გაიარო ამათმა გაიარო ქართველმა მოსწრებმა ვერ გავუგებარი რაღაცა ხო ხდები აი რატო უნდა გავიარო მე რა ვერ გავიგე გამორჩეული ვარ ამათ თქვენგან განსხვავებული სისხლი და ხორცი მახტურა კი გასაგებია რომ ჩემი სტატუსით გასულო პირი ვარ გასაგებია და მადლობა ამისთვის მაგრამ შეეული ხარ თქვენ ანა მადლობა ამისთვის მაგრამ ქართველმა თუ არ გაიარე იქაც ჩვენ სისხლი დავუღარეთ სისხლი დავთხიეთ. ნუ აი რაში რაღაცზე უნდა ვიყოთ, რა უნდა ვაკეთოთ, მაშინ გაუგებარია, მაშინ ამინდა ამდენი წელიწადი. იმიტომ მინდა რომ ეს ჩვენია, ჩვენი სავლოცავია, ჩვენი სისხლია. კარგად იქნება, ყველაფერი მოგვარდება. აგახარო ხმართ. ახლა მომავალში. თითქოს უაზრისში შეხვედიო რა. არა? ეს ერთადერთი ტყია შეიძლება იყოს თელ დავით გარეჯის ტერიტორია. აი ესე უნდა ავიდეთ, ხო? ჩვენ ვიყოფებით ახლა ამ დავით გარეჯის ცრემლებს. ეს არის ერთადერთი წყარო თელ რავაკის ტერიტორიაზე. აი ასე ჩამოდის წყალი, ხო?
ამიტომ მეუბნებით თიანოს აი ნახეთ შეხედეთ როგორც ცრემლება ჩამოედინება. კი. და ამიტომ მას ქვია ცრემლები, რომ ასე წვეწვეთ ჩამოედინება ცრემლები დაერქვა ამის გამო. აი ეს მიგათვალე არის უშვილებულ და ხედველების ხედველების. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აკრედიტაციის გარეშე ძვირფასო მაყურებელო, დიდი მადლობა თქვენ და ნახოთ როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები. შეხვდებით ერთმანეთს 4 შაბათს 22 საათზე და 30 წუთზე.